შევისყიდეს ორი შენობა. ეს შენობა და გავაკეთე მე ამ სახში პატარა მინი სასტუმრო. შეპესე ელენე. ამის შემდეგ დაახლოებით 5-6 წელიწადში 2002 იქნებოდა 2003 ზუსტად არ მახსოვს ეზო რომელიც ეკუთვნოდა ამ შენობას თავი 5 კემპინგი. კლიანობაში თავი მოიყარა 30-მა საწოლმა. განმოგებდი ამ 30 საწოლს 2010 წლის ოქტომბრამდე. 2010 წლის ოქტომბერში დამიბარეს ქუთაისის რეგიონალურ პროკურატურაში. ვინმე კახა სვანიძის უწყის მომივიდა მომართა რომ გამოცხადი იგესალმე შეიძლება გითხრა პირველი სიტყვა რაც მითხრა იყო ეს რომ ბატონო ვერა თქვენი კუთვნილი ქონება რომელიც გაქვთ საირმეში უნდა აჩუქოთ სახელმწიფოს. შემწუხდი, შემღონდი, გადავირიე, რა უნდა ვაჩუქო, მეტი არაფერი არ გავაჩნია მე. მაგ საირმის მეტი რაც მიშრომია ჩემი ცხოვრება, მაგ საირმე ვთქვი, მეტი არაფერი მეტყვი. მე მქონდა ხელფასი, ცხოვრობდი ხელფასზე და მეტი არაფერი და მე ვიყიდე მაგი და საგადასახადოსაც ვიხდიდი წესიერად, საკურორტოსაც ვიხდიდი წესიერად, წყლის ფული, გაზის ფული, დენის ფული, ყველაფერი და ოჯახს ვარჩენ მაგით მეთქი და მაგი რო ვაჩუქო სახელმწიფოს მე შიფჩილის მოგდე მეთქი ზიმერეში მეთქი. და კახამ ადანავერაბო თქვენი დარღვევები გაქვთ იმ ეზოს შემოერთებით და კემპინგებით ჩადგმით და იმით და დაჩინების პოლიტიკა დაიწყო. მე მაგის არ შემჩნევია რომ მაგი არ იყო სისხლისამართლის დანაშაული, ჯერ დანაშაულიც არ იყო, მაგრამ მithumetes სისხლისამართლის დანაშაული არ იყო და ვიგამათეთ ძალიან და მე შემომთავაზა თანხა იმდენად მიზერული რომ ის ფაც არ მინდა რა თქმა უნდა არ დავთანხმდი. ამის შემდეგ ამ თანხის შემოთავაზებამდე ითათბირა ვიღაცასთან გავიდა ოთახიდან. მეორედ გავიდა კიდე სათათბიროდ როგორც ეთქობა დასარეკად არიმა და მე მაგას უბრალოდ ვერ გეტყვით და შემოbrუნდა და მითხრა რომ ის შენობა უნდა დაიგრეს აუცილებლად იქ ადგილზე, მაგრამ შემომთავაზეს რაღაც სხვა ადგილზე დაახლოებით სილამაზის წყაროსკენ, ახლა საერთოდ იცის იმანიცის ადგილი, სილამაზის წყაროსკენ იგივე ტერიტორიას რაც ჰქონდა და იგივე ფართს აგიშენებთ. მე მეკითხები ვინ ამის გარანტი ვინ პირდება ამას მე გპირდები მითხრა. მე რო ვაძერინებთ ხელძელის რომ მე რა იმასილიაზე ჩუქნის სახელმწიფოს ჩემ კუთვნილ ქონებას კურორტ საირმეში შეძდამიძერი ახლა კახას ვანიძე პირდები მე რა ბასილიძეს რომ სამაგიერო ფარს მე აგიშენებდი არა მაგი პროკურორი არ წერს მაგას კარგი იზოლებული გამხადეს რომ იყო ახ დაშინებები და მე კი არ შევჩინებია მაგრამ ყოველთვის მცდელობა იყო მაგის ალბათ შემეშინდა დავზერები და არა დავზერე ავზერეს განცხადება რომ ჩუქნის სახელმწიფოს აგერ მაღაზია 30 კვადრატი აი მაღაზიის ყურიდან თოლია რო ჩანს იმის ყურამდე 11 მეტრო იყო სიგრძე და 2 მეტრი და 70 სიგანე ჩემი მაღაზიის მის უკან იყო ტუალეტი 6 მეტროზე თუ რაღაცამდენი და მერე სულ ცარიელი ადგილი იყო იქ შეპესე თქო რომ თქვი ჯამთელობაო იმ ჯამთელობას ეკუთვნოდა ის ტერიტორია სადაც ეს რესტორანია ამ წუთში სადაც ჩუქებები და იქა ჩუქებები ეს ალბათ გაყიდული ყოფილა ის ტერიტორია და მიტო გამოვიდა ასე თუ არა არ ვიცი ვერ გეტყვი რა როგორ და რანაირად იყო 30 კვადრატი სულ ეს მაღაზია რეგისტრირებული რეესტრში აუცილებლად ყოველგვარი კანონის გათვალისწინებით გადასახადი საშემოსავლო ყველაფერი აბსოლუტურად იხდებოდა მერე ბატონო მობძანდნენ 2010 წელში თუ 11 წელში და გვითხრენ რომ უნდა დაგვითმოთ ეს ობიექტი გჭირდება ჩვენ სახელმწიფოს ქუთაისში სანამიდან პროკურატურიდან მოგვივიდა უწყება რომ უნდა გამოცხადებულიყავი პროკურატურაში
და რისთვის ნახდათ არ ვიცოდი. ჩავედი და აქ ვინც იყო მესაკუთრეები დამხვდნენ წინ პროკურატურის წინ. და ამბობდნენ იმას, რომ ქონება ვისაც აგვაქვს ჩვენ ყველას უნდა სახელმწიფო ვითხოვს რომ ჩავაბაროთ. გვართმევენ რა ესე როგორც გამოვიდა მათი სიტყვიდან. შევედი პროკურატურაში და კახაბერ სვანიძემ ასეთი ადამიანი იყო მუშაობდა მაშინ მითხრა რომ ობიექტი გჭირდება ჩვენ სახელმწიფოს ნებით დაგვითმო გავითვალისწინებთ და დაგასაქმებთ თუ არა შეგექმნება პრობლემებიო. ვისაც შეაბარეს ეს მის მერე თვითონ პროკურატურაში მითხრეს რომ დეპუტატის ბიუროში მივიდი და გაარკვიე ეგ საქმე. მივედი. ვისი დეპუტატი? კოხოძე თემური, ჩვენ ბაღდათის რაიონული დეპუტატი, ვინც იყო პარლამენტში, აი იმასთან. მივედი და დამპირდა კი გავესაუბრე იმ ადამიანს, დამპირდა ყველაფერი რაღაც ის ინჟინერ მექანიკოსის თანამდებობაზე, მაგრამ მერე არჩევნები იმასთან რაღაცა ქვია, მოვიდა უკვე არჩევნების დროს აღარც არავის ეცადა, მაგრამ არჩევნების მერეც მივედი, მივაკითხე და მერე არ ვიცით თუ კი რაღაცა იქნა საშუალება, გამოვძებნით, გავითვალისწინებთ, დაგიკავშირდებით, მაგრამ ვაფშე არაფერი არ არის. აბსოლუტურად. და დღესდღეობით ასე ვარ. უმუშევარი